ალკოჰოლზე, აზარტულ თამაშებზე და ნარკოტიკზე დამოკიდებული მამაკაცი ასე აღწერა დღეს სასამართლო პროცესზე საგამოძიებო უწყების წარმომადგენელმა სასტიკ-ცოლის სიკვდილამდე მიყვანაში ბრალდებული მამაკაცი. ზურაბ ბურდული ამ ყველაფერს ისმენდა, თუმცა მან დღეს დუმილი ამჯობინა, თუმცა როგორც მისი უფლებადამცველი, ასევე პროკურორი ამბობს, მან სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან პირველ ეტაპზეც, დაკავების ეტაპზეც მან ჩვენება მისცა სრული გამომძიებლებს პოლიციის განყოფილებაში. რაც შეეხება მოტივს, დადგინდა მოტივიც, რატომ ჩაიდინა ასეთი სასტიკი დანაშაული ზურაბ ბურდულმა 35 წლის კაცმა ყოფილი მეუღლის მიმართ. როგორც გაირკვა, როგორც მისი ჩვენებიდან ირკვევა, ზურაბ ბურდული ყოფილ მეუღლეს, რომლთანაც 3 წლიანი განქორწინება და 4 წლის შვილი აკავშირებდა, მუდმივად სისტემატურად თხოვდა შერიგებას. ბოლო უარის შემდეგ მან დაგეგმა და განიზრახა მისი ყოფილი მეუღლის მკვლელობა, რაც გამოიხატა იმაში, რომ მან შეიძინა აალებადი ნივთიერება, მათ შორის საწვავი, ის ჩაუსაფრდა მის ყოფილ მეუღლეს საცხოვრებელ სახლთან პირველ ეტაპზე, დანა ჩაარტყა ორჯერ სხეულის სხვადასხვა ნაწილში გულმკერდის არეში, შემდეგ შეასხა ბენზინი, წაუკიდა ცეცხლი და დატოვა შემთხვევის ადგილი. მას მთელი დღის განმავლობაში ეძებდა პოლიცია და ბოლოს მიაკვლია შემთხვევის ადგილთან ძალიან ახლოს მიტოვებულ შენობაში. ის ამ ეტაპზე ამჯობინებს ამ ყველაფერზე თავის შეკავებას სასამართლო პროცესზე მას არ უსაუბრია, მის ხელსხოდ ისაუბრა მისმა უფლებადამცველმა და გირა უშუალო მდგომობაც კი არ დააყენა ადვოკატმა, გამომდინარე იქიდან, რომ როგორც ადვოკატმა განმარტა, ისინი ძალიან კარგად, მათ შორის ბრალდებული მამაკაცი ძალიან კარგად იაზრებენ დანაშაულის სიმძიმეს, შესაბამისად მათ საგამოძიებო უწყებისთვის და ასევე მოსამართლისთვის სათხოვარი არ ჰქონდათ, რომ ის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებულიყო. მოტივი იყო ის, რომ ბრალდებული დაზარალებული სისტემატურად სთხოვდა შერიგებას და მისგან საბოლოოდ უარის მიღების შემდეგ განიზრახა მისი განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა. ამ ეტაპზე დაზარალებულის მდგომარეობა არის მძიმე, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება სამედიცინო დაწესებულებაში. პირველ რიგში მინდა სამწუხარო ამბავია, რა თქმა უნდა, რაც მოხდა და დაზარალებულს მინდა გამოჯანმრთელება უსურვო, ეს ძალიან სამწუხარო ამბავია. დანარჩენი ახლა გამოძიების ეტაპი მიმდინარეობს და ნახოთ რა იქნება, როგორ იქნება დამატებით. ამ ეტაპზე დუმილის უფლებას ვიყენებთ. დაჩეს მომავალში როგორც გამოძიებას ექნება რაღაცები მასალები, ალბათ ჩვენს გვექნება გამოძიებიდან გამომდინარე და ნახოთ. მეუღლის მიერ სიკვდილამდე მიყვანილი 35 წლის ქალი 4 წლის შვილის დედა ახლა სიკვდილს ებრძვის სიხეჩინაშვილის კლინიკის დამწრობის ცენტრშია მოთავსებული. უკვე 3 დღეა ქალი არის კომატოზურ მდგომარეობაში, აპარატზე შეერთებული და ექიმები ამბობენ, რომ მდგომარეობა კვლავ რჩება კრიტიკული. რაც შეეხება ყოფილ მეუღლეს, რომელიც დღეს გორის რაიონულ სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში გაუშვა, წარდგენილი მუხლების შესაბამისად მას 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.